ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი მოადგილე ყავს. თანამდებობაზე 3 დღის წინ ბესიკ ბაუჩაძის სტუდენტი ლაშა ბოლქვაძე პირდაპირ წესით დაინიშნა. გამგებლის განმარტებით ბოლქვაძე მისი ნდობით აღჭურვილი პირია და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. კიდევ ერთი ცვლილება, რაც გამგეობაში პარასკევს განხორციელდა, საფინანსო სამსახურს შეეხო. სამსახურის უფროსის პოსტი ასევე გამგებლის სტუდენტმა ნადიმ ბასაძემ დაიკავა. ბესიკ ბაუჩაძე ვიდრე გამგებლად დაინიშნებოდა, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა. რაც შეეხება ხულოს გამგეობაში არსებულ კიდევ 8 სამსახურის უფროს, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს. თითქმის 1 კვირაა თანამდებობებიდან დროებითაა გათავისუფლებული გამგებლის 2 მოადგილე, 13 თემის რწმუნებული და 86 წამყვანი სპეციალისტი. როდის დასრულდება რეორგანიზაცია, მომდევნო საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება. ბატონბესოსთან მქონდა მხოლოდ სასწავლო საგანმანათლებლო შეხება, ესე რომ ვთქვათ, ის გახლდათ ჩემი ლექტორი, ჩემი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში. შესაბამისად, მივიღე შემოთავაზება მისგან, შევხვდით, გავისაუბრეთ, ვთქვათ, ჩემი ხედვები დაემთხვა მის ხედვებს, ძირითად მიმართულებებს, რომელიც მუნიციპალიტეტს აწუხებს, ვთქვათ, მიმდინარე ეტაპზე და შესაბამისად იქნა მიღებული ესეთი გადაწყვეტილება. დამიკავშირდა ბატონი ბესიკ ბაუჩაძე მუნიციპალიტეტის გამგებელი 1 კვირის უკან. მასთან ურთიერთობა მქონდა სტუდენტობის პერიოდიდან, ანუ მასწავლიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. 8 აგვისტოდან უკვე მუშაობ ხულოს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. დამინიშნე პირდაპირ დანიშვნის წესით. ზოგიერთი სამსახურის უფროსი დარჩა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ზოგიერთი გათავისუფლდა. ძირითადი ფუნდამენტალური, თქვათ, სამსახურები, რომელიც არის დგას მუნიციპალიტეტის ფუნქციონირება ეფექტური, ახალი კადრების დაკომპლექტება მოახდინა და ეს, რა თქმა უნდა, მოხდა მათ გათვალისწინების სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით. ეს არის კვალიფიკაცია, ეს არის კომუნიკაბელობა, ეს არის პასუხისმგებლობა.